გამარჯობა, მე ვარ ელფმარიამი, დღეს 4 შაბათია და დღეს გვაქვს დაგემოვნების დღე. წამეკიდე. როგორც გითხარით, ყოველ 4 შაბათს მექნება სხვადასხვა ტრენდული რაღაცების დაგემოვნება. პირველი დაგემოვნება გადავწყვიტე, რომ იყოს ჩიფსები. დაგემოვნება არ იქნება მხოლოდ ტრენდული რაღაცების, წავალ სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო რესტორნებში და იქაც დავაგემოვნებ რაღაცებს. ეხლა კი წიწაკის ჩიფსების დაგემოვნება გადავწყვიტე. თან დავაგემოვნებ ჩიფსებს და თან მოგიყვებით საინტერესო ამბებს ჩიფსების შესახებ. სანამ ჩიფსების დაგემოვნებას დავიწყებ, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩიფსებს სასარგებლო მხოლოდ ისე აქვს, რომ უცებ ენერგიას გუმატებს და ერთად დაგემოვნება გვიხარია. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ბევრი უარყოფითი თვისება აქვს, მათ შორის ძალიან არასასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩიფსებს მივირთმევთ ყოველდღე. თუ იშვიათად ვჭამთ, მაშინ არც ისე სახიფათოა. ანუ იშვიათად ჭამაში გულისხმობ იმას, რომ მე მიყვარს ყოველთვის დაგემოვნება, მაგრამ ესე სახში არ დავჯდები და მთლიან 5 ჩიფს არ შევჭამ. მიუხედავად იმისა, რომ გემო მეც ძალიან მომწონს. თქვენც გასინჯეთ, მაგრამ ყოველდღე არ ჭამოთ ჩიფსი, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეხლა რაც შეეხება რომლით დავიწყებ. იცი რა, მინდა დავიწყო ისეთი ჩიფსით, რომელიც მგონია რომ ყველაზე ნაკლებად ცხარე იქნება და ეს არ არის, რა თქმა უნდა. ეს ის არის ძველი გახსნილი ადრე რომ დავაგემოვნე და გავსინჯოთ. ცოტა ისევ. სად და როდის გამოიგონეს ჩიფსი, ამის შესახებ არსებობს რამდენიმე ლეგენდა. მაგრამ მე მომწონა ყველაზე მეტად ერთი და ყველაზე გავრცელებული, სხვათა შორის ეს არის ყველაზე ბევრგან ამ ვერსიას წავაწყდი. ისტორია ასეთია. ამერიკაში ერთ-ერთ რესტორანში მივიდა ძალიან მდიდარი ადამიანი, რომელმაც მოითხოვა კარტოფილის შეწვა და 3ჯერ მზარეულს უკან დაუბრუნდა შემწვარი კარტოფილი იმის გამო, რომ არ მოეწონა. მზარეული ძალიან გაბრაზდა, ძალიან თხლად დაჭრა კარტოფილი და შეუწვა, მარილი მოუყარა და ისე გაუტანა და ეს ადამიანი, ვინც იყო შესული ამ რესტორანში, გაგიჟდა ამ კერძზე და ხშირად მიდიოდა უკვეთდავდა და ზუსტად ასე დაიწყო ჩიფსის ისტორია. მოგვიანებით შემდეგ გამოუშვეს ჩიფსი ასეთი სახით. 1853 წელს მოხდა ლეგენდის მიხედვით ეს ამბავი ნიუ-იორკის ერთ-ერთ შტატში. სანამ მოგიყვებით, როგორ გავრცელდა ამის შემდეგ ჩიფსი მთელ მსოფლიოში, დავიწყოთ დაგემოვნება და პირველი გონია რომ ფრიქსის აჯიკის ჩიფსი იქნება ყველაზე ნაკლებად ცხარე, ამიტომ ამით დავიწყოთ. ესე გამოიყურება. ფრიქსი დამზადებულია საქართველოში ქართული კარტოფილით და ზესუმზირის ზეთით. ქართულადაც წერია და ინგლისურიდან თარგმნიდი მე. ცხარე არ არის. წიწაკის არის, აჯიკის არის, მაგრამ სიცხარე ნაკლები აქვს. ჩემთვის არ არის საერთოდ ცხარე. მეორე რაც მგონია რომ ყველაზე ნაკლებად ცხარე იქნება, ეს არის ჰანგრიმენის წიწაკა. და არ მაქვს სხვათა შორის გასინჯული და მოდი გავსინჯოთ ჩაიძრიალე. აი, ასე გამოიყურება ჰანგრიმენის ჩიფსი, რამხელა. მე მეგონა უფრო ნაკლებად ცხარე იქნებოდა. აქვს სიცხარე. გუდ, კარგი ჩიფსია. ჩიფსი თავდაპირველად ამერიკის სხვადასხვა რესტორნებში გავრცელდა. მოგვიანებით კი 1920 წელს უკვე შეფუთული ჩიფსი დაფასოებული ასეთი გამოუშვეს გასაყიდად. თავიდან მხოლოდ მარილიანი ჩიფსები იყო, მოგვიანებით კი დაუმატეთ სხვადასხვა არომატები და ეხა არომატების მიხედვით გადავწყვიტოთ, რომელი ჩიფსი გავსინჯოთ. ეს ბოლოს იყოს. მოდი ლეისი იქნება ალბათ ნაკლებად ცხარე. ესე მგონია. დორიტოსი მაგ გასინჯული ეს და ვიცი რა განცხარია. აი, გავსინჯოთ ლეისი.
ამ ლეისზე ცხარე, მე მგონი ჰანგრიმენის ჩიფსია. საერთოდ არ არის ცხარე. No. არა. ამ დღეებში ვინც ბავშვები უნდა მეწუმროთ, მალე მოდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩიფსი მაქვს. მე ამას მარტო ვერ შევჭამ. ეხლა გავსინჯოთ, აი ეს რაღაცა არასდროს არ მინახავს, არ გამიდი ესეთი ჩიფსი შემდგა მაღაზიაში. ტაკისებს გავს. ესე გამოიყურება. და ახალ რომ ძალიან ცხარეა. ცოტა ცხარე არის. არ არის ცუდი. ლაიმით არის. კაი ცხარეა. რა კამესი ცხარე. კაია. ძალიან მინდა გასინჯო ლეისის ეს ჩიფსი, მინდა რომ გავსინჯო. იმიტომ რომ თან ცხარეა და თან არის კრევეტების. ხო კრევეტების არის კი აი. ესე გამოიყურება და მოდი გავსინჯოთ. იმედია ქარი არ წაიღებს ჩემს ჩიფსებს. ამ არომატის მერე ეს შეიძლება გემო ჩაიკარგოს. ამას აქვს ვასაბი, არ წამიკითხავს. კრევეტი და ვასაბი. კრევეტიც მიყვარს და ვასაბით, მაგრამ ჯერ ვერ გადავიდია. ვერ გადავიდია. ნახე როგორია. რამდენი სანტიმეტრიანი და არა ცუდი არ არის მაგრამ ვერ გავიგე აქვე უნდა გითხრათ, რომ ეხლა შეგიძლიათ უცებ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს ვაპირებ, რომ ვიდეოები დავდო. მინდა რომ დავდო ძალიან. ორ შაბათობით დაიდება სამოტივაციო ვიდეოები, რომელსაც აუცილებლად უნდა ვიყუროთ, იმიტომ რომ გამოგადგებათ ცხოვრებაში. 4 შაბათობით გაიდება დეგუსტაციები, ტეისტინგები, სხვადასხვა ტრენდული რაღაცების ან სადმე რესტორნიდან და პარასკევობით დაიდება მთელი კვირის ვლოგი ან საინტერესო რამე ივენთი. მე ყოფა კაბის ჩიფსი. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჩიფსია. ჩიფსების ერთ-ერთი რეკორდი სწორედ ამ ჩიფს ეკუთვნის. მან შექმნა ყველაზე დიდი ზომის ჩიფსი, რომელიც ინახება ამერიკაში კარტოფილის მუზეუმში. 63 სანტიმეტრია სიგრძეში ჩიფსის ერთი ფირფიტა და სიგანეში არის 35 სანტიმეტრი. როგორც გითხარით, ამერიკაში ინახება კარტოფილის მუზეუმში ეს ერთადერთი ყველაზე დიდი ზომის ჩიფსი. მისი შემქმნელის ყველაზე ცხარე ჩიფსი. სხვათა შორის ერთ წელს რო სინჯავ, თავიდან ცხარე არ არის, ამიტომ აუცილებელია რომ მეორე გასინჯო. მოკლედ ეს არ მეცხარება. აი ცოტა შეიძლება ცხარე არის, მაგრამ ჩემთვის ისე რა. ოკეი, ეხლა ისევ ეს გავსინჯო, ეს რაღაცა ძალიან მეცხარა.
ხარ ამას სიცხარე მოაქვს. მაგრამ ეხლა იქნება ცეცხლის მოკიდება. ხო ამის ჯერია. კი. სხვათა შორის ეს ჩიპსი პირველად რო გავსინჯე, სანდრიკოსთან ავიტანე სახში და მე და სანდრიკო მჭამეთ. და ძალიან ხარე იყო. თითქოს პირბამ არაფერი, მაგრამ მე ძალიან დავიწვი. და ნახოთ ეხლა. თან მოგიყვებით რა უცნაური ჩიპსები არსებობს სოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ჩიპსი არის შოკოლადის და პიტნის ჩიპსი. შოკოლადის და პიტნის ჩიპსი იაპონიაში ძალიან პოპულარულია. მიყვარს. ძალიან კაია. ძალიან ცხადია. სხვათა შორის ლეისმა ამერიკაში კონკურსის ფარგლებში კაპუჩინოს ჩიპსიც კი გამოუშვა. იაპონიაში კიდევ აქვს ჩიპსები პეპსის და კოკაკოლის გემოთი. სიცხარე თუ გვინდა დორიტოსი პირველ ადგილზეა. ისე Hungry Man-ის ჩიპსი ძალიან მომეწონა და ისეთი სიცხარე აქვს რა, რომ ადამიანი შეჭამს. მეწვის დორიტოსი. Hungry Man-ის ჩიპსი მომეწონა. Frix-იც ძალიან ნორმალურია, უბრალოდ სიცხარე ნაკლებად აქვს, აჯიკა ის ჩიპსი რადგან არის მეტ სიცხარეს მიცემდი. რაც შეეხება ეს რაღაცა ცხარეა, ლეისი, არ ვიცი. ლეისი კრემეტის და ვასაბის ვერ გავიგე. კაია ესეც. აქ რა არის დარჩენილი, ხა განახოთ. ეს გაფუჭებოა. წამეკიდა, გაფუჭდა, მაგრამ მაინც წამეკიდა. ძალიან ცხარეა. არა, ეს ჩიპსი არ იჭმება. ეს 16 წლამდე მართლა არ შეიძლება ამის ჭამა. და მე ბავშვები მეხოწებიან რომ მაჭამე. ეს აღარ უნდა მეჭამა. აი ისეთი ცხარეა, წარმოგიდგენ დორიტოსის ეს ჩიპსი საკმაოდ ცხარეა. მაგრამ ეს არის აი არ ვიცი საშინელება. აი იმ სიცხარეების მე ეხა თან ძველი ოდნავ უკბიჩე და ეს არ ჭამოთ. მოკლედ გამოიწერეთ ჩემი არხი. აუცილებლად ეხლა გადადით და გამოიწერეთ. კვირაში 3 ჯერ გელოდებათ ვიდეოები და კომენტარებში დამიწერეთ შემდეგი რა გავსინჯო. აუცილებლად იქნება გათამაშებებიც. დამიწერეთ კომენტარებში ეხლა. და ვისაც უნდა ჩემთან ვიდეოში მონაწილეობის მიღება, ეგეც დამიწერეთ. კარგად.